ოკეი, ესე იგი დღეს ჩვენ გვაქვს შეხვედრა თქვენთან, სტუმრებთან, წევრებთან, მათთან, ვისაც უკვე აქვს ინფორმაცია ჯიფუს შესახებ, გარკვეული ინტერესი, რა თქმა უნდა, ისეთ დროს არ დახარჯავდით, რომ შემოსულიყავით დღეს საღამოს ამ შეხვედრაზე. და მ, აა, დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი არის მოგცეთ უფრო სრული ხედვა ამ კონცეფციის, ამ შესაძლებლობის დაგეხმაროთ, გაქცეთ გარკვეულ შეკითხვებზე პასუხი, შესაძლოა თქვენ თვითონ მოგერიდოთ და არ დასვეთ შეკითხვა, არაა პრობლემა. შეკითხვებს წერთ ჩატში, ანუ იმის ამ ფორმატში არ გვაქვს საშუალება, რომ ყველას მოგცეთ ხმა, ძალიან იძლება ხოლმე. შეკითხვებს წერთ ჩატში. ჩემი ადმინი შეკითხვებს თვალყურს ადევნებს მუდმივ რეჟიმში და შემდეგ ამ შეკითხვებს გააჟღერებს თვითონ და მე გიპასუხებთ. ეს გვექნება ჩვენი შეხვედრის მეორე ნაწილში. პირველ ნაწილში მოგიყვებით ცოტა ოდენს ინდუსტრიაზე, კომპანიაზე, ჩემს შესახებ, ვიცი რომ ინფორმაცია უკვე გაქვთ, მაგრამ როგორც წესი პირველი შეხვედრიდან ადამიანს გამოაქვს იმახსოვრებს ინფორმაციის სულ რაღაც 7%-ს გამონაკლისების გარდა გამონაკლისებში გულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იდეალური მეხსიერება, ესენი არიან ერთეულები, ამიტომ გავიმეოროთ კიდევ ერთხელ და ერთად მივიდეთ გარკვეულ დასკვნამდე, გჭირდებათ ეს შესაძლებლობა თქვენ თუ არა. ერთი რაღაც უნდა გავაკეთო მგონი კიდე, რომ ჩემი თავი გამოვიყვანო, სულ დამავიწყო და Zoom-თან მუშაობა. ასე, ოკეი. კი ბატონო. ნუ, ჩემი სახელია მეგახლავართ ლევან მჭედლიშვილი. ცოტა ალბათ ჩემი ისტორიით და ვნახოთ თან როგორ ვითარდებოდა ეს ინდუსტრია, იმიტომ რომ ინდუსტრიის შესახებ ნუ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა არის ზოგადად პირდაპირ გაყიდვ ეს ინდუსტრია რა არის და რა ინდუსტრიაში ფუნქციონირებს ჯიფუ, კომპანია ჯიფუ. მე ამ საქმიანობით დავკავდი 2000 წელს, ანუ ეს იყო 26 წლის წინ. და ჩემთვის ეს იყო ისეთი პერიოდი, როდესაც უნდა ჩამოყალიბებულიყავი, სტუდენტი ვიყავი და რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი. აი თუ აქ ხართ ახლა სტუდენტები, თქვენთვის იქნება ალბათ ეს ნაცნობი მომენტი. მივხვდი რომ ხელფასით შორს ვერ წავიდოდ, იმიტომ რომ ოჯახს ჰქონდა ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები და ახლა ხელფასით იმის პრობლემის მოგვარება იყო სასაცილო, წარმოუდგენელი, შეუძლებელი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვსწავლობდი მაღალი კორპუსში, ჯავახიშვილში, საერთაშორისო ბიზნეს საგარეო ვაჭრობა და ძალიან კარგად ჟღერს საერთაშორისო ბიზნეს საგარეო ვაჭრობა, მაგრამ გვასწავლიდნენ ძველი ლექტორები, რომლებიც ასწავლიდნენ კომუნისტების დროს ეკონომიკას. და ესეც ჩემ თავში ალბათ არ ჯდებოდა, ლექციები იყო აბსოლუტურად უინტერესო, თუმცა იყვნენ იქ ახალგაზრდები, რომლებიც ისეთი კარიერული ფსიქოლოგიით ალბათ, რომლებიც მერე წავიდნენ და კარიერა გაიგეთეს სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში, მაგრამ აი ჩემთვის ეს საინტერესო არ იყო. და რადგანაც მამაჩემი ბიზნესით იყო დაკავებული 90-იანებში და იმავე ბიზნესმა დაგვაკარგვინდა შემდეგ სახლიც, პულიც, ყველაფერი. მიუხედავად ამისა, აი ეს თავისუფლება ჩემთვის არის ყველაფერი. ანუ მე მყარად მჯერა, ჩემთვის მყარად მჯერა, რომ გაცილებით უფრო დიდი რისკია ერთ ადგილზე ვიჯდე და ასე შემდეგ, ვიდრე ვეძებო. ანუ აი თავისუფლად ვეძებო, სად არის ჩემი გზა, სად არის ჩემი შესაძლებლობები და ნუ გარკვეულწილად ალბათ ქვეცნობიერად გრძნობდი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ბიზნესი. ბიზნესისთვის მქონდა გარკვეული შიშები, რომ არ ვარ ინტელექტუალურად საკმაოდ ძლიერი და ამიტომ ვერ ხვდებოდი როგორ უნდა მეკეთებინა ბიზნესი და არ მაქვს გამბედაობა. ანუ აი ესეთი ცოტა ისეთი ჩაგეტილი ვიყავი. და კომპლექსებული ალბათ, ბევრი შიში მქონდა. და როდესაც ქსელური მარკეტინგი შემომეთავაზა, დავინახე ის, რაც მომიხდა, ასე ვთქვათ, აი ჩავიცვი ეს ბიზნეს მოდელი, რატომ? იმიტომ რომ
ქსელურ მარკეტინგში დავინახე, რომ შესაძლებლობა ყველას აქვს ერთი და იგივე. ანუ როდესაც მოდიხარ, შენ არ გჭირდება სტარტი გააკეთო ფულით. ანუ ინვესტიცია აქ არ ხდება. არავის არ ჭირდება აქ შენი ფული. ეს მომეწონა. ну, საკმარისია გახდე კლიენტი. შეიძინო რაღაცა პაკეტი და უკვე თამაში ხარ, შეგნით ხარ. ეს მომეწონა. მეორე რაც მომეწონა იყო ის, რომ იყო სწავლება, ისეთი სწავლება, რასაც არ მაძლევდა უნივერსიტეტი და ძირითადი ფოკუსი იყო ტექნიკურ საკითხებზე, როგორ უნდა აკეთო ბიზნესი და ძალიან დიდი ფოკუსი იყო ფსიქოლოგიაზე, პერსონალურ პიროვნულ განვითარებაზე და ესეც ძალიან მომეწონა. მაშინ აღმოვაჩინე პირველად, რომ თურმე ადამიანს შეუძლია გაძლიერდეს ფსიქოლოგიურად. თურმე არსებობს ისეთი ლიტერატურა, რომელიც შენ გასწავლის, როგორ მართო საკუთარი ფსიქოლოგია, როგორ აიმაღლო ემოციური ინტელექტი, როგორ დაძლიო შიშები, როგორ დაისახო მიზნები, როგორ იარო წინ. და ამ ბიზნესმა რადიკალურად შემცვალა, ანუ აი როგორც სადა დედამიწა, რადიკალური გავლენა მოახდინა ჩემზე, ისეთი იმპაქტი, ისეთი ბიძგი მომცა, აი მეორეს უნდა რომ გაგეხსნება და იმედი რომ გაგიჩნდება და რომ ჩაეჭიდები და მიდიხარ და მიდიხარ. ესეთი რაღაცები ხდებოდა მაშინ ჩემს თავში. თუმცა იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ახლა დღეს როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ არის ინტერნეტი, სახში მიტანის სერვისი, პლასტიკური ბარათები, ელექტრონული კომერცია, რა ქვია, შეგვიძლია აქციები შევიძინოთ აპლიკაციიდან, საბანკო აპლიკაციიდან, ტრეიდინგი დავკავდეთ და კომპიუტერი არ გვჭირდება ამისთვის საკმარისია ტელეფონი. გქონდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც გუშინ ჰქონდა საუბარი, ხო, უჯრედული ახალგაზრდაობა და ბერების პროცესების შეჩერება, ეს ყველაფერი მაშინ იყო ფანტასტიკა, ეს რაღაცები არ არსებობდა. მით უმეტეს საქართველოში ქუჩაში ბაგრიშკებს ვწავდნენ, შუქი ქრებოდა. სახში ნათესავის კომპიუტერი იდგა ჩვენთან და ელაპით უკავშირდებოდა. რა გითხრათ, ახალგაზრდები ვინც ხართ, დღეს რო ჩართე ინტერნეტი და სტრიმინგი შეგიძლია ფილმს უყურო 4K ხარისხში, ეს მაშინ იყო, არ ვიცი, მარსზე გაფრენა, ეგეთი რაღაცეები. და მაგრამ აი ეს იყო ის პერიოდი, როდესაც დავიწყეთ, რა თქმა უნდა ეს ბიზნესი მაშინ არ იყო ისეთი თანამედროვე როგორიც არის ახლა, მაშინ არ იყო ის შესაძლებლობები, ის ტექნოლოგიები, ძალიან პრიმიტიულად იყო ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მუშაობდით და მოვედით აქამდე. და ძალიან ვამაყობთ აქამდე რომ მოვედით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ჯიფუ. ამაზე ცოტა მოგვიანებით. ეხლა რაც შეეხება თვითონ ინდუსტრიას. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, სანამ ვიწყებთ ამ საქმეს, რა ინდუსტრიაში შემოვდივართ. ეს არის პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრია, direct selling industry. direct selling company. რა თქმა უნდა ეს მოდის ამერიკიდან. ეს ბიზნეს მოდელი მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და იწყებოდა ასეთნაირად. 1930-იან წლებში, როდესაც ამერიკაში იყო ძალიან დიდი კრიზისი და ამას ქვია დიდი დეპრესიის წლები, კომპანიებს არ შეეძლოთ თავისი პროდუქტების და მომსახურების გაყიდვა, იმიტომ რომ რეკლამა ძალიან უძვირებდა. და ამ დროს გარკვეულმა კომპანიებმა დაიწყეს დაქირავება ინდივიდუალური დისტრიბუტორების. door-to-door selling-ი ერქვა მაშინ და კონვოიაჟერებს ეძახდნენ, ალბათ გაიგიათ ეს სიტყვა. ადამიანები იღებდნენ რაღაცა პროდუქტს ან დაზღვევას და მიდიოდნენ და კარდაკარა გაკუნებდნენ და სთავაზობდნენ სხვა ხალხს, აი ამ სერვისს. ეს იყო, ესე ვთქვათ, აქედან დაიწყო, ეს იყო ჩანასახი ამ ინდუსტრიის, ამ ბიზნეს მოდელის. და შემდეგ რამდენიმე ძალიან ჭკვიან და ძალიან წარმატებულ ასეთ ბიზნესმენს, რომლებიც მუშაობდნენ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელსაც ერქვა California Vitamins, გადაწყვიტეს, რომ ცოტა წინ წასულიყვნენ, იდეა გაუჩნდათ, რომ მოდი ჩვენ ხომ მაგრები ვართ, ვიცით აქ ფული როგორ ვაკეთოთ ეფექტურად გაყიდვები, ხო? მოდი ახლა ჩვენ ავიყვანოთ ხალხი, მათაც ვასწავლოთ ის, რაც ჩვენ ვიცით, ყველაფერი ვასწავლოთ და კომპანიას და მივიდნენ ამ იდეით კომპანიის რა ქვია, ხელმძღვანელობასთან და უთხრეს, რომ ოკეი, აი ეს იდეა გვაქვს და თუ თქვენ თანახმახართ, ჩვენ ავიყვანთ ხალხს, ვასწავლით გაყიდვებს გაგიზრდით, დიდ გაყიდვებს გავაკეთეთ, მაგრამ აი ამ ჩვენი მოყვანილი ხალხიდან პატარა პროცენტი მოგვეცით. ანუ გამოდიოდა ესე რომ ვთქვათ, მე თუ მაგარი ვარ, მე შემიძლია შევკრიბო 5 კაციანი გუნდი, ვასწავლო რომ ისინიც გახდნენ მაგრები, ისინი რომ გაყიდიან პროდუქტებს მიიღებენ თავის საკომისიოს შემოსავალს, მაგრამ რადგანაც მე კომპანიისთვის ასეთი ბრუნვა შევქმენი, ანუ გავახუთმაგე ჩემი შესაძლებლობები, კომპანია მე ამაში ფული გადამეხადოს.
ეს იყო პირველი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, ამ ინდუსტრიის, აი ასე ჩაისახა ეს ინდუსტრია. მე ეს ვთქვათ, მე რომ მოვიყვანე ეს ხალხი, ჩემი პირველი თაობა, ესე ბიზნეს შვილები ვთქვათ, დავარქვათ, ხო? შემდეგ ეს იდეა კიდევ უფრო განვითარდა და შესაძლებლობა გახდა, რომ ამ ხალხსაც მოეყვანა თავისი ხალხი და ესეთი სახით შეიქმნა საფეხურებრივი მარკეტინგი. მაშინ ესე ერქვა საფეხურებრივი მარკეტინგი. პირდაპირ ინდუსტრია პირდაპირ გაყიდვების და მარკეტინგის საკომპენსაციო გეგმა იყო საფეხურებრივი. აა, ამან გაიარა რა თქმა უნდა ევოლუცია, მაგრამ საინტერესო ფაქტი მოხდა ერთი ხა ამ ფაქტს იმიტომ აღნიშნავ, რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეთ აა როგორ ვითარდებოდა, როგორ ევოლუციონირდა ბიზნეს მოდელად, ლეგალურ ბიზნეს მოდელად და რა სირთულეები გაიარა. თუ შეგიძლიათ ჩატში დამიწეროთ, თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს იყო ეგეთი ფინანსური პირამიდა MMM Invest. მავროჯი იყო, მგონი გვარად კაცი, რომელმაც ეს კომპანია შექმნა და ძალიან დიდი, ესე იგი, იმდენი ფულის აკუმულირება მოახდინდა, რომ ერთ-ერთი корпуსი მთლიანად ფულით იყო სავსე, ანუ корпуსი იყიდა და მთლიანად ფულით იყო სავსე ეს корпуსი. ანუ ფულს აღარავინ აღარ ითვლიდა იმდენი ფული. ეს კაც დაიჭირეს მე, ეხლა აღარ აცოცხლე. გენიოსი იყო. ხო, რეკლამაც კი იყო, კი მართალია. და საიდან წამოვიდა ასეთი, როგორ თქვა, იდეები მარტივი ფულის კეთების. პირველი იყო იტალიელი გვარად პონზი, რომელმაც მოიფიქრა, რომ აი მე ახლა გამოუშვებ ფასიან ქაღალდს, მე რო თქვა ახლა, რომ მაგალითად მე ავიღებ ქაღალდს, ჩემ ხელმოწერას გავაკეთებ და ვიტყვი ეს ღირს $200. ვისაც გინდათ შეიძინეთ და როცა მოიყვანთ ახალ ხალხს და ისინი შეიძინენ $200 აი ამ ჩემს ქაღალდს, რამდენი უნდა იმდენი შეიძინო, მე მაშინ შენ ფულს გადაგიხდი. ამას ქვია ფინანსური პირამიდა, როდესაც ადამიანს ფული მოაქვს და სანაცვლოდ იღებს პროცენტის დაპირებას. ანუ არც პროდუქტს, არც სერვისს, რაიმე ღირებულს დაპირებას, რომ შენ მიიღებ პროცენტს. ეს პონზი, რა თქმა უნდა, პროცენტს უხდიდა თავიდან, თავის შემოკრებილ ხალხს და შემდეგ გეომეტრიული პროგრესია იმდენად ძლავრად იზრდება და ადამიანის ბუნებაში იმდენად დიდი არის სიხარბე, იული ფულის კეთების სურვილი იმდენად დიდია, რომ მიქონდათ ფულები. და მათემატიკურად შეუძლებელია ყველას გადაუხადო პროცენტი, როცა კომპანია არაფერს არ აწამოებს და არაფერს არ ყიდის. და პირველი სქემა იყო სწორედ პონზი სქემა და შემდეგ ეს გახდა არალეგალური, იდევნებოდა და რადგანაც ქსელური მარკეტინგი პირდაპირ გაყიდვების კომპანიები დისტრიბუტორების აყვანის მომენტში წააგავდა, ანუ აი ისიც ესე გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს არალეგალური სქემაა და პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ამ სქემით მუშაობა, დააყადახეს. გააჩერეს და დაიწყო დავა. დავა გრძელდებოდა რამდენიმე წელიწადი, თუ სწორად მახსოვს 8-9 წელიწადი. დავის პროცესში სასამართლომ კომპანიას აუკრძალა მოქმედება. ანუ აუკრძალა ახალი დისტრიბუტორების აყვანა. მაგრამ რადგანაც კომპანია ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტებს აწარმოებდა, დავის პროცესში არათუ გაჩერდა კომპანიის საქმიანობა და განკოტრდა, არამედ გაიზარდა კიდევაც. იმიტომ რომ ის ძველი მომხმარებლები, რომლებიც უკვე იყვნენ კომპანიაში დარეგისტრირებული როგორც მომხმარებლები, ყიდულობდნენ ამ პროდუქტებს. ეს იყო მომენტი, როდესაც დადასტურებით ითქვა, რომ ოკეი, ეს არის ლეგალური ბიზნეს მოდელი და მას შემდეგ ამ ბიზნეს მოდელმა გაიარა ძალიან ბევრი ტრანსფორმაცია. და როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჯიფუზე და საკომპენსაციო გეგმას ქვია ბინარული საკომპენსაციო გეგმა და როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმ პროდუქტებზე, რა პროდუქტებსაც ეს კომპანია გვთავაზობს, ეს არის აი იმ წლების, იმ, არ ვიცი, წვალების, შრომის უამრავი კომპანიის, როგორ თქვა, ბრილიანტი, აი რამაც ეს გამოიწვია, შექმნა ევოლუციის პიკი, ასე ვთქვათ, ეს არის ჯიფუ. დღეს მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 7000 ასეთი კომპანია ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური პირამიდები აკრძალულია, დღემდე მაინც ახერხებენ ვიღაცეები ამის კეთებას და ძირითადად ფინანსური პირამიდები არის ხოლმე კრიპტოვალუტის გარშემო, ამიტომ მე ყოველთვის ვიძახი ჩემ გამოსვლებში, როგორ უნდა გაარჩიო ფინანსური პირამიდა ლეგალური ბიზნეს მოდელისგან და ეს რჩევა ალბათ გამოგადგებათ, იმიტომ რომ გექნებათ ასეთი შეთავაზებები. პირველი
შეხედე კომპანია რას გთავაზობს. თუ გთავაზობს პროცენტს და იოლი გამდიდრების შესაძლებლობას 1000%-ით, თავის 999 999%-ით ეს არის ფინანსური პირამიდა. თუ კრიპტოვალუტის შეძენას გთავაზობენ, რომ ეს კრიპტოვალუტა გაიზრდება და შენ ბევრი ფული გექნება, ეს არის ფინანსური პირამიდა. გახსოვთ ალბათ ბოტასებიც იყო, უნდა გერბინა და შენი ტელეფონი გენერაციას აკეთებდა ქოინების ფინანსური პირამიდა. მოკლედ, ბევრი სქემა შეიძლება იყოს, ამიტომ იოლია ძალიან დაინახო, უნდა შეხედო პროდუქტს. და ვთქვათ, აი, ეს არის GFUS პროდუქტი, ხო? უნდა შევხედო პროდუქტს და ახლა მე ვფიქრობ, ეს არის STEM Omega. ჩემთვის რომ ეს პროდუქტი შემოეთავაზებინათ ფულის გამომუშავების პერსპექტივის გარეშე დავინტერესდებოდი თუ არა. მე კი, თუ კი, ესე იგი ღირს. ან თუ საუბარია იმ ტრეიდინგზე, რაც დღეს გვექნება საუბარი ან აკადემიაზე, უნივერსიტეტზე, ხო? ჩემთვის რომ ეს შესაძლებლობა შემოეთავაზებინათ, რომ მე მესწავლა და ეფექტური ტრეიდერი გამხდარიყავი. საინტერესო იქნებოდა თუ არა? კი. თუ კი, ესე იგი ლეგალური ბიზნესი. ანუ ეს არის ყველაზე მარტივი პირველი ესეთი ინდიკატორი, რითიც შეგიძლია რომ დაინახო როგორ ფუნქციონირებს ეს ბიზნეს მოდელი. ამიტომ ჩემგან ეს პატარა საჩუქარი თქვენ აუცილებლად ძალიან ყურადღებით შეხედეთ ხოლმე და თან ასევე რო გქონდეს დაახლოებით წარმოდგენა რა არის GFU, რომ ეს არის ოფიციალური ლეგალური ბიზნეს მოდელი საქართველოში დარეგისტრირებული არის შპს GFU Georgia. სახში მიტანის სერვისი, საწყობი, საათივით აწყობილი სისტემა, გენერალური მენეჯერი, ყველაფერი კანონის შესაბამისად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პროდუქტები სერტიფიცირებული, რა თქმა უნდა, შესაბამისი სტანდარტებით, იმიტომ რომ GFUS პროდუქტები იდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ევროპაში და გასაგებია რომ ეს ქვეყნები თუ საქართველოს თუ შეიძლება ქართულს კიდევ ეჭვი შეეპაროს, რომ აი ჩვენ ქვეყანაში ნეტარ რა ხდება და ამაში ეჭვის შეტანა რთული არ არის, ოკეი. გასაგებია, როდესაც კომპანია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, იქ სტანდარტები ძალიან მაღალია. ეხლა რას გვთავაზობს GFU? GFU გახლავთ ჰიბრიდული კომპანია, როგორც გუშინ ვისაუბრეთ ჩვენ შეხვედრაზე ტრეინინგ ცენტრში. ჰიბრიდულს რატო ვეძახით? იმიტომ რომ სამ სვეტს ეფუძნება. პირველი არის მოგზაურობა, ანუ GFU-ს გააჩნია თავისი travel პლატფორმა. თქვენს მომწვევებს შეგიძლიათ უთხოვოთ შემდეგ და შეხვიდეთ დაათვალიეროთ ფასები, შეადაროთ bookings. სადაც შეგიძლია იპოვო სხვა სასტუმროები, რეზორტები, რომ შეიძინო და დაისვენო და ფულის ეკონომია გააკეთო. GFU გაძლევთ ფასდაკლების გარანტიას, ეგ რას ნიშნავს, რომ გარანტირებულად გეუბნება, რომ შენ ჩემთან იპოვი ფასდაკლებას სასტუმროებზე. მაგრამ თუ ნახავ, რომ რომელიმე კომპანიას, რომელიმე პლატფორმას აქვს უფრო იაფად ან იგივე ფასად რაც მე მაქვს, მე ამ სხვაობას აგინაზღაურებ 100%-ით. აი ესეთი შეთავაზება აქვს GFU-ს. და ასევე subscriber-ებისთვის, ანუ გამომწერებისთვის, ვინც გამოიწერა ეს პლატფორმა, რომელიც არის ფასიანი, ну, დიდი თანხა არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც წელიწადში ერთხელ კომპანია საჩუქრად აძლევს უფასო სამოგზაურო ვაუჩერს. ირჩევ ქვეყანას, მიდიხარ, ადგილობრივ მოსაკრებელს იხდი და ну, გადაფრენა, რა თქმა უნდა, შენია და ისვენებ იქ 7 დღე ან 5 დღე გააჩნია რა დონის კურორტია. ну, არის ხუთვარსკვლავიანი კურორტები, არის უფრო დაბალი დონის კურორტები, მაგრამ ну, ამას შენ ირჩევ, რომელ ქვეყანაში გინდა, ევროპა იქნება, აზია, ამერიკა თუ ასე შემდეგ. მეორე მიმართულება, რაც GFU-ს აქვს, ეს არის ფიზიკური პროდუქტები, რაც უკვე გითხარით, გუშინაც ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ესაა პროდუქტები, რომლებიც ეფუძნება საბოლოო, ბოლო, ყველაზე ბოლო მეცნიერულ კვლევებს. ფორმულები, რომლებიც აქ გამოიყენება, არის უმაღლესი კლასის ინგრედიენტები, რომლებიც გამოიყენება, არის საუკეთესო. ჩვენ ვიცით, რომ დღეს მეცნიერებას უკვე შეუძლია გააკეთოს ისეთი რაღაცები, რაც არ შეეძლო 1 წლის წინ, რაც არ შეეძლო 5 წლის წინ, რაც არ შეეძლო 20 წლის წინ, ანუ 20 წლის წინ მაგალითად ის ტექნოლოგიები, რაც აქ გამოიყენება, ელემენტარულად არ არსებობდა. დღეს უკვე ჩვენთვის შესაძლებელია. ხვალზე 1 წელიწადში, 5 წელიწადში, 10 წელიწადში იქნება ტექნოლოგიები, რომლებზეც დღეს მეცნიერები მხოლოდ ოცნებობენ. და იცით ალბათ თქვენ გაიგეთ ესეთი სიტყვა ფუტუროლოგები, ფუტუროლოგი, ეს ადამიანი, რომელიც იკვლევს, აი როგორი იქნება მომავალი. და ვიცით რომ წინასწარმეტყველებოდა ხელოვნური ინტელექტი, ამაზე იყო საუბარი, ხო? აი სწორედ ეს ადამიანები ამბობენ, რომ მომავალში
პრევენციული მედიცინა და ზოგადად მედიცინა და მეცნიერება ისე განვითარდება, ყურადღებით, რომ ადამიანს შეიძლება სხეული, სხეულის სიცოცხლე გაიხანგრძლივოს და გახდეს 150 წელი, 200 წელი, 300 წელი. ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს არის ფუტუროლოგების სიტყვები, მეცნიერების სიტყვები. როდის დადგება ეს მომავალი არ ვიცით. 5 წელიწადში, 10 წელიწადში, 20 წელიწადში არ ვიცით. მაგრამ ერთი რამ ვიცით, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები და ისიც ვიცით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივიტანოთ ჩვენი სხეული, ჩვენი ჯანმრთელობა ცოცხლად იმ მომენტამდე, როცა ეს შესაძლებელი გახდება. თავიდან იქნება ძვირი და როგორც წესი, მე ყველაფერი ხელმისაწვდომი ხდება ხოლმე ყველასთვის. ამიტომ GFUS პროდუქტები თუ ჩვენ უყურებთ, რომ ეს არის LEAF, ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტი მსოფლიოში, თავის ინგრედიენტებით რესვერატროლი და გლუტათეონი. BioPlus-ი ყველაზე მძლავრი შესაძლებლობა მოიწეს რიგო საწმისმომნელებელი სისტემა და რატომ? იმიტომ რომ აქედან იწყება არევა, ორგანიზმის სხვადასხვა სისტემების და აქედან იწყება ავადობა. კოლაგენი, რომელიც არის ჩვენი სხეულის კარკასი და თუ არ გინდა დაბერდე და გვიან გაგიჟდეს ნაოჭები და ფრჩხილი და თმა და სახსარი და ასე შემდეგ. ანუ GFUS გააჩნია ყველაფერი იმისათვის, რომ შენ იყო სუპერ ფორმაში. იმისათვის, რომ ამ პროდუქტების შესახებ უფრო ბევრი გაიგოთ, ჩვენი პარტნიორი, ბატონი გიორგი შელია, რომელიც გაახლავთ პრაქტიკოსი, ექიმი, 30 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ხალხს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ამხელა რეგალიების ადამიანი, დღეს მუშაობს ფუნქციური პროდუქტებით, GFUS პროდუქტებით, ჩვენი კომპანიის პარტნიორი, ეცით ჩვენ ძალიან ვამაყობთ. და შეგიძლიათ ამ ადამიანის ვიდეოები ნახოთ, YouTube-ზე არის მოკლე ვიდეოები, სადაც ისეთი მარტივი პოპულარული ენით აგვიხსნის, როგორ მუშაობს ესა თუ ის პროდუქტი, ძალიან გირჩევთ, რომ ნახოთ ეს პროდუქტები უფრო ახლოს, მიუხედავად იმისა, რით ხართ დაინტერესებული, ანუ რისთვის ხართ მოსულები აქ, ხო? მოგზაურობა გაინტერესებთ მხოლოდ სწავლება გაინტერესებთ თუ ფიზიკური პროდუქტები აუცილებლად ნახეთ. ეს არის მეორე მიმართულება და მესამე მიმართულება, რაზეც უკვე ქონდა ასევე გუშინ საუბარი, ეს არის სწავლება და აი როცა ჩემ ისტორიას ყვებოდი, მაშინ ვიძახდი, რომ კი ვსწავლობდი საერთაშორისო ბიზნესს აგარ ვაჭრობა, მაგრამ რა უნდა მეკეთებინა, მე არ ვიცოდი, ან ვერ ვხედავდი ჩემ თავს ხელფასზე. მაშინ რომ ჩემთვის შემოეთავაზებინათ ასეთი ტექნოლოგია, ასეთი კომპანია, სადაც მე შევძლებდი, რომ საკუთარი კაპიტალი გამეზარდა ტრეიდინგის დახმარებით, იმიტომ რომ ვიცით რომ Forex-ში ფული იშოვება, ვიცით რომ კრიპტოინდუსტრიაში ფული იშოვება, ვიცით რომ აქციებში ფული იშოვება, ეხლა მე მაქვს კრიპტოც მაქვს ნაყიდი, აქციებიც მაქვს ნაყიდი, Forex-ზე ტრეიდინგის დაწყებასაც ვაპირებ ეხლა უკვე ამ დღეებში, ხო? ისევ GFUS დახმარებით, იმიტომ რომ მე არ ვარ პროფესიონალი ტრეიდერი და აგიხსნით ეხლა როგორ ვაპირებ ამის გაკეთებას. მაშინ რომ ჩემთვის ეს შესაძლებლობა მოეცათ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა. ეს რომ ასე აეხსნათ, როგორც ეხლა მე თქვენ ამას გიხსნით. იმიტომ რომ აი GFU არის ისეთი რაღაც, რომელიც GFU არის საუკეთესო, დაუკვირდით, საუკეთესო საშუალება, რომ ადამიანმა კიდევ ერთხელ სცადოს საკუთარი შესაძლებლობები. GFU არის საუკეთესო ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სცადოს საკუთარი შესაძლებლობები. ნახოს კიდევ რა შეიძლება რომ გააკეთო. და რატომ? იმიტომ რომ ეს კომპანია შექმნილია უბრალო მომხმარებლებისთვის. აი გრას ნიშნავს, აი დავლიე მივიღე შედეგი. იქ რა არის მე არ მაინტერესებს. დავლიე მივიღე შედეგი. როგორ მუშაობს ფორმულა, როგორ შექმნა, ეგ არ ვიცი. ისევე როგორც მაქვს ჩემი smartphone, ხო? დავაჭირე, დავრეკე, დავაჭირე ინტერნეტი ვნახე, დავაჭირე YouTube-ზე შევედი. როგორ მუშაობს არც ერთმა არ იცით აქ. არავინ არ იცის. როგორ არის ჩიპი აწყობილი, როგორ მოძრაობს შიგნით ელექტროენერგია, რანაირად იჭერს იმ Wi-Fi-ს, ჩვენ ეს არავინ არ ვიცით. ჩვენ ვიცით მხოლოდ მომხმარება. ამიტომ ეს პროდუქტი მომხმარებლისთვისაა შექმნილი. GFUS სასწავლო პლატფორმა მომხმარებლისთვისაა შექმნილი. GFUS სასწავლო პლატფორმა შენ ნულიდან თუ გინდა დაიწყო და გახდე პროფესიონალი ტრეიდერი, ამის საშუალებას მოგცემს ორი ფუნქცია აქვს. ერთი, ნულიდან გახდე პროფესიონალი,
თუ ტრეიდინგზეა საუბარი, ხო? სხვა შორის გარდა ტრეიდინგისა, აქ ისწავლება ელექტრონული კომერცია, ისწავლება Airbnb-ზე როგორ უნდა გააკეთო ფული, ისწავლება სწორად როგორ უნდა გააკეთო ინვესტიციები, ისწავლება ფსიქოლოგია, პიროვნული განვითარების ტრენინგები, ანუ უცხოენები, ფიტნესი, ანუ ბევრი რაღაც არის ძალიან, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი არის ტრეიდინგი, კრიპტო და აქციები. მაგრამ აი ამ ტრეიდინგში ჩვენ ჯიფუ არ გვაძლევს მხოლოდ უბრალოდ სწავლებას, იმიტომ რომ YouTube-ზე სავსეა მასალები, როდესაც შეგიძლია უბრალოდ შეხვიდე და რაღაცა მოისმინო და ისწავლო. მაგრამ ჯიფუ ჩვენ გვაძლევს ტრეიდინგს მაღალი კლასის მასწავლებლებისგან ამ სწავლებას, მაგრამ ასევე გვაძლევს სპეციალურ ინსტრუმენტებს. არის სპეციალური ინსტრუმენტები, რომლებიც იძლევიან სიგნალებს, როდის უნდა შეხვიდე ვაჭრობაში, როდის უნდა გამოხვიდე ვაჭრობიდან. ეხლა ცოტა რაღაცა რო ვთქვა ტრეიდინგზე ისეთ დონეზე და ყველასთვის გასაგები იყოს. ვთქვა ფორექსი. აი, აზბეგზე რო ჩაივლი, არის ვალუტის გადასახურდავებელი პუნქტები. ხო? ეს არის ბაზარი, ანუ ეს არის ტრეიდინგი. ისინი ტრეიდინგით არიან დაკავებულები. იაფად ყიდულობენ ერთ ვალუტას და ყიდიან ოდნავ ძვირად და აი ამაში იგებენ ფულს. ეს არის ტრეიდინგი. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ მსოფლიო ბაზარი, ეს არის უშველებელი ბაზარი. ტრილიონობით თანხა ტრიალებს ყოველ დღე და ეს არის დიდი ტრეიდინგი. და ამ დიდ ტრეიდინგში, ამ ბაზარზე, მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას და თქვენს. და ამისთვის არ არის საჭირო არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ოფიციალურ ბროკერზე, ოფიციალურ საიტზე უნდა დარეგისტრირდე, საიტი რომელიც გაძლევს ვაჭრობის უფლებას, სხვადასხვა საიტებია, ჯიფუ გირჩევს რომელ საიტზე, ჯიფუ არ არის თვითონ ბროკერი, ანუ ეს კომპანია არ ვაჭრობს. ეს უნდა ხაზგასმით ვიცოდეთ, რომ ეს ამ კომპანიაში თქვენ ფული არ შემოგაქვთ, როდესაც ტრეიდინგში შედიხართ. მიდიხართ იქ ისევ ოფიციალურში. შემდეგ მაგრამ ეხლა უკვე უნდა იცოდე, როგორ გაანალიზო ბაზარი, როგორ გააკეთო ანალიზი ისე სწორად, რომ მიხვდე, რომ ეხლა რომ მე რო დოლარს ვიყიდი, ის აუცილებლად მაღლა წავა. და ამ მომენტში ვიყიდი, აი, არცი, ამ მომენტში ვიყიდი და იმ მომენტში, როცა მაღლა წავა, დროზე უნდა გავყიდო, რომ სანამ ისევ დაბლა წამოვა, ეს ფასტასხვა, რა ქვია, ზრდის პროცენტი მოხსნა და წავიღო ჩემ ჯიბეში. ეს არის ტრეიდინგი. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ შენ არასოდეს არ იცი, როდის მაღლა წავა და როდის დაბლა წავა. ამისთვის შენ რომ ეს იცოდე, უნდა იცოდე, როგორ გააკეთო ბაზრის ანალიზი. უნდა თვალყური ადევნო ეკონომიკას, თვალყური ადევნო პოლიტიკას, უნდა იცოდე გუშინ რა მოხდა და გუშინ რო რაღაცა მოხდა, დღეს რას გამოიწვევს. ერთი თვის წინ რა მოხდა და ის ერთი თვის წინ რაღაცა რომ მოხდა, რა შეიძლება, როგორი ალბათობით შეიძლება ეს განვითარდეს. ასევე თვალყური უნდა ადევნო, თქვათ 1 წლის წინ, 5 წლის წინ, 10 წლის წინ, როგორ რეაგირებდა ბაზარი ზაფხულში, ზამთარში, პრეზიდენტის არჩევის დროს, ომის დაწყების დროს, ანუ ყველაფერი აი ამ ყველაფრის აჯაფსანდალისგან უნდა შეგეძლოს გამოიტანო ძირითადი არსი, შემდეგ დაიწყო ვაჭრობა, მაგრამ 100%-ით არასოდეს არ გეცოდინება რომ მოიგებ. ანუ ყოველთვის გექნება ალბათობა რომ წააგებ. და კარგი ტრეიდერები არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ეს ყველაფერი კარგად დაალაგონ. და მოგებაში გავიდნენ. მოგებაში გავიდეს რას ქვია? ერთი თვის განმავლობაში კარგი ტრეიდერი მაგალითად ივაჭრებს 30, თქვათ 30-ვე დღე ივაჭრა. აქედან 70% მოიგო და 30% წაგო, ანუ 60% მოიგო, 40% წაგო. ჯამში მოგებების რაოდენობამ, რომ წაგებების რაოდენობა საჯობა, აი გააკეთა ფული. თუმცა ვერც ერთი ტრეიდერი ვერ ვაჭრობს ისე, ვერ ტრეიდერობს ისე, რომ სულ მოგებაში იყოს. ახლა ჯიფუ რას აკეთებს? ჯიფუს ყავს პროფესიონალი ტრეიდერები, რომლებიც მუშაობენ პროგრამებზე, რომლებიც აკეთებენ ამ ბაზრის გათვლებს. ეს პროგრამებიც არ არის 100%-იანი, მაგრამ ეს არის პროგრამები, რომლებიც გაძლევენ 80%-იან ალბათობას, 70%-იან ალბათობას, 60%-იან ალბათობას. მაგრამ აი ის რომ ამ სიგნალების გამოყენებით გითხრეს როგორც უნდა გამოიყენო, ამას copy paste ვეძახით, ხო? დააკოპირე ჯიფუს ეს სიგნალი, ჩასვი შენს სავაჭრო პლატფორმაზე. მაგრამ ის რომ
როდის უნდა შეხვიდე და როდის უნდა გამოხვიდე, ანუ შესვლა არ შეგეშინდეს, აქ უკვე ფსიქოლოგიაა და გამოსვლის დროს არ იხარბო, სიხარბე არ გძლიოს და დიდხანს არ დატოვო იქ შენი ფული. ეს არის უკვე ფსიქოლოგია. ამიტომ ჯიფუ შენ გაძლევს საშუალებას, რომ ისწავლო ელემენტარული ტერმინოლოგია, რაც გამოიყენება ტრეიდინგში და ეს უმარტივესია და რა ვიცი, 1 საათი შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენთაგანს ეს შეისწავლოთ. მეორე, ჯიფუ გეუბნება, როგორ უნდა გამოიყენოს სკანერები, რომელ პლატფორმაზე გირჩევს, რომელ პლატფორმაზე დარეგისტრირდე, როგორ გამოიყენო ეს სკანერები და სიგნალები, რომ შეხვიდე ვაჭრობაში. და ასევე ჯიფუ გეუბნება ფსიქოლოგიას, როგორ უნდა ივაჭრო ისე, რომ ჯამში, საბოლოო ჯამში დარჩენ მოგებას. მე ასე ამდენს იმიტომ საუბრობ ამაზე, რომ არ მინდა შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ ეს არის უფასო ფულის შოვნის შესაძლებლობა, მარტივი გამდიდრების შესაძლებლობა. არსად არ ხდება მარტივად გამდიდრება და არსად არ ხდება უფასოდ ფულის შოვნა. უფასო ფული გესმით ალბათ რასაც გულისხმობ. ყველგან არის საჭირო ყურადღება, შრომა, უბრალოდ ჯიფუ ამ შემთხვევაში გვაძლევს გამარტივებულ ინსტრუმენტებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება, როდის შეხვიდე, როდის გამოხვიდე, შენზეა. ანუ როგორ გამოიყენებ აი ამ ინსტრუმენტს და ამასაც გვასწავლეს. ამიტომ თუ რომელიმე თქვენთაგანი გადაწყვეტთ, რომ ტრეიდინგით დაკავდეთ და გამოიყენოთ ჯიფუ, აქ დაგჭირთ ეს ნამდვილად რეალური შედეგის მომცემია. გუშინ თქვი შეხვედრას და ეხაც გავემეორებ ალბათ. ერთი ნაცნობი ყავს ფრანგი ჯორდანი, რომელიც რომელმაც 3 კვირის წინ დაიწყო ჯიფუსთან თანამშრომლობა, დარეგისტრირდა, შეიძინა პაკეტი. ამ პაკეტში შედის სწორედ ყველაფერი, თეორიული სწავლაც და ეს სკანერებიც და სიგნალებიც, რაც გაძლევს copy-paste-ის შესაძლებლობას. დარეგისტრირდა 1000 ევროს ინვესტიცია გავაკეთეო, ანუ სავაჭრო აკაუნთი გახსნა, დეპოზიტი შეიტანა 1000 евро. პირველივე დღეს წააგო 500, იმიტომ რომ დაზღვევა არ გააკეთა, წავიდა დაიძინა, დილით რო გაიგვიძა -500 евро ქონდა. ხვდებით ალბათ, აი უკარო წამოვიდა, ფულის კარგვა რო დაიწყო, იქ დაზღვევა არ გააკეთა. სადამდე მიეცა უფლება, რომ იმაზე მეტი ფული არ დაეკარგა და დაკარგა 500 евро. და ვიფიქრეო, რომ ეს საჩემო არ არისო რა. იმიტომ რომ მანამდე ტრეიდინგი არასოდეს არ იყო დაკავებული და უბრალოდ აი ჯიფუს გამოყენება დაიწყო და განიხიბლა კომპანიაში, განიხიბლა ამ ინსტრუმენტში, მაგრამ მაინც დარჩა. სცადა კიდე. მოკლედ შედეგი არის ესეთი, ამ 3 კვირის განმავლობაში ჯამური მოგება 11,000 евро ჯამში გამოიმუშავა. ვიღაცამ შეიძლება თქვას გაუმართლა, მაგრამ მე ალბათ ვიტყოდი, რომ სწორად მიუდგა საქმეს. სწორი ფსიქოლოგიით იმუშავა. მისი ფსიქოლოგია არის ასეთი, როგორც თვითონ აგვიხსნა, არასოდეს არ შევდივარ ვაჭრობაში დეპოზიტის 10%-ზე მეტი თანხითო, ანუ პატარ-პატარა თანხებით შედის და დიდ მოგებაზე, ანუ როგორც კი დაინახა, რომ 5%, 2%, 3%, 5% მოგებაში წავიდა, მოხსნა. ანუ არ ელოდება, რომ დიდ მოგებაზე წავიდეს. ანუ დაიჭირა თავისი თავი საკუთარი ფსიქოლოგია რა თანხით შევიდეს, რომ სიხარბით არ შევიდეს და როდის გაჩერდეს, რომ ისევ იქ სიხარბე მართლიოს. და ჯამში შედეგი, ანუ გასაგებია ხო, 3 კვირის განმავლობაში ყოველდღე ვაჭრობს და ნუ ცოტას ემატება ცოტა და ბოლოში გამოდის ბევრი. და საერთოდ ტრეიდინგის პრობლემა ადამიანებში არის ის, რომ ყველას უნდა ერთი ვაჭრობით გამდიდრდეს, ეს არ ხდება. ამიტომ ვიძახი, რომ ეს შრომასთან არის დაკავშირებული და თუ რომელიმე თქვენთაგანი მოინდომებთ, რომ ჯიფუ გამოიყენოთ, მზად იყავით ასეთი თანმიმდევრული, დისციპლინირებული შრომისთვის, თუმცა ეს იმას არნიშნავს, მთელი დღე უნდა იჯდე კომპიუტერთან, არა. არ ვიცი 10-15 წუთი რომ დააყენო ის შენი პარამეტრები, დაელოდო სიგნალს, ჩასვა copy-paste გააკეთო, მაგრამ დროულად და სწორად გააკეთო ყველაფერი, აი ეს აუცილებლად დაგჭირდებათ. გააკეთებთ ამას თქვენს ძირითად საქმიანობასთან ერთად და ასე შემდეგ. ეს იყო ის 3 პროდუქტი, რასაც ჯიფუ გთავაზობს. ეხლა როგორ გთავაზობს ჯიფუ თანამშრომლობას? როდესაც მე დავიწყე მაშინ ის პირველი კომპანია, მაშინ ესეთი კომპანიები არ არსებობდა. მე მომეწონა, რომ მე შემიძლია ავიყვანო დისტრიბუტორები და ვასწავლო მათ, როგორ გამოიმუშავონ ფული და კომპანია მე ამაში ფულს გადამიხდის. ჯიფუც იგივეს აკეთებს. აი წარმოიდგინე, რომ შენ მოგეწონა ეს პროდუქტი და შეგიძლია რეკომენდაცია გაუწიო შენს მეგობრებს, ნაცსავებს, ვიღაცებს, უცხოებს, ნაცნობებს, ყველას შეგიძლია მე რეკომენდაცია გაუწიო. როგორ? შენ შეგიძლია მაგაზე მისცე ინფორმაცია, შემდეგ მისცე ლინკი, ბუმული, ინტერნეტ მაღაზიის, ჯიფუს აქვს ესეთი
საცალო შესყიდვების შესაძლებლობა. ადამიანი შევიდა შეუკვეთა მიუტანეს სახლში შენგან დამოუკიდებლად. როგორც კი შესყიდვის ფაქტი დაფიქსირდა, კომპანიამ შენ დაგირიცხა ფული. ის თანხა რაც რეკლამაში უნდა წასულიყო. ამას ქვია affiliate marketing. ასეთი ადამიანი შეიძლება გყავდეს რამდენიც გინდა. ვიღაცა სამოგზაუროდ წავიდა, ამაში ფული გააკეთე. ვიღაცამ პროდუქტი შეიძინა, ამაში ფული გააკეთე. ვიღაცამ ჩაერთო და სწავლა დაიწყო. აი ეს პაკეტი და ტრეიდინგის ან არ ვიცი რა, რაღაცა პაკეტი. ამაშიც ფული გადაგიხადეს. ეხლა ნახე, ესენი ყველა კლიენტები იყო. ანუ შენ მოიწვი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პროდუქტებით იყვნენ დაინტერესებული. მაგრამ შენ ასევე შეგიძლია მოიწვი ადამიანები, რომლებსაც შენსავით აინტერესებთ, რომ მათაც აიყვანონ ახალი დისტრიბუტორები და მათაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ კლიენტებს გაუწიონ რეკომენდაცია. აქედანაც კომპანია შენ ფულს გიხდის. ანუ რაც უფრო მეტი ჩემნაირი გყავს გუნდში, რომლებსაც მოსწონთ ამ საქმის კეთება და უნდათ რომ აქ ფული გამოიმუშაონ, მით უფრო მეც გიხდის შენ კომპანია. აი თქვათ მე ვარ შენ ჯგუფში და ამბიციური ვარ, აი გიჟურად ვაწვევი და ვქმნი ვესაუბრები ხალხს, დროს ვხარჯავ, უამრავი კლიენტი მყავს, უამრავი ახალი დისტრიბუტორი ამყავს, გამოვიმუშავე, არ ვიცი, $1000, $5000, $10000, ხო? რაც უფრო მეტ საქმეს გავაკეთებ, რაც უფრო დიდ ბრუნვას შევქმნი, მით უფრო მეც გადაგიხდის შენ კომპანია. აი ამაში არის ძალა. ეს არის აბსოლუტურად იდენტური კლასიკური ბიზნესის. უბრალოდ კლასიკურ ბიზნესში ფულს აკეთებს ერთი ის, ვინც ქმნის კომპანიას. ხოლო ამ ბიზნესში ნებისმიერ შეუძლია შექმნას საქონელ ბრუნვა და კომპანია მას გადაუხდის ფულს. კომპანიის თანამშრომელი შენ არასოდეს არ ხდები, იმიტომ რომ ხელფას არავინ არ გიხდის, შენ ხდები კომპანიის პარტნიორი. შენ ამ კომპანიისთვის ქმნის საქონელ ბრუნვას და ეს კომპანია ამაში გიხდის გარკვეულ წილს. შეზღუდვების შემოსავლებში არ არის. მაგალითისთვის ჩემს ჯგუფში ახლა არიან ადამიანები საქართველოდან, უკრაინიდან, ბელორუსია თუ მოლდავეთი, ევროპაშია ძალიან ბევრი ადამიანი, ამერიკაში არიან ხალხი, ხო? ვინ არიან ესენი? მე ამ ხალხს არ ვიცნობდი თავიდან. მე ვიცნობდი იმ ადამიანებს, ვინც მე პირადად მოვიწვიეთ ჩემი ნაცნობები, მაგრამ მათ ყავთ ნაცნობები, მათ ნაცნობებს ყავს სხვა ნაცნობები, ანუ აი ასეთი სახით ხელიდან ხელში, ადამიანიდან ადამიანზე გადადის ინფორმაცია, როდესაც რაღაცა კარგი ხდება და ეს არის ჯიფუ. თუ გაგიგიათ 6 ხელის ჩამორთმევის პრინციპი, ხშირად მოყავთ ხოლმე მაგალითი, რომ შენსა და დონალდ ტრამპ შორის სულ 6 კაცია, იმიტომ რომ შენ სანაცნობოში არის ვიღაცა, ვინც იცნობს ვიღაცას, ვინც იცნობს ვიღაცას და მე-6 კაცი, ანუ მე-6 ნაბიჯზე შეგიძლია გახვიდეთ დონალდ ტრამპზე, აი ესეთი თეორია არსებობს და ნუ კი, ჯერავს ამისი რომ ეს ასე იქნება. ამიტომ შეჯამება რო გავაკეთოთ, პირველი, თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ რომელიმე პროდუქტი გამოყენება, ციფრული პროდუქტი იქნება თუ ფიზიკური პროდუქტი და მეორე, თქვენ შეგიძლიათ ჩვენთან ერთად დაიწყოთ საკუთარი გუნდის შენება. და პარალელურად გამოიყენოთ ეს პროდუქტებიც. მაგალითად, მე რასაც ვაკეთებ, მე ვქმნი ახლა გუნდს, გამოვიმუშავებ თანხებს, რაც უფრო მეტი ადამიანია ჩემს გუნდში, მით მეტ თანხას გადამიხდის კომპანია. იმიტომ რაც მეტია ხალხი, მით მეტი პროდუქტი იყიდება, რაც მეტია ხალხი, მით მეტ ახალ ადამიანებს იწვევენ, მეტ ფულს მიხდის. მეორე, მე თვითონ ვარ ამ პროდუქტების მომხმარებელი. მოგზაურობაში წასვლის დროს ჯიფუ ტრეველს ვიყენებ, ფიზიკური პროდუქტები ეს ყოველდღიურად ჩემი დღე ამით იწყება, ბაოპლუსსაც სვავ ბოდიში, STEM-OMG-საც და კოლაგენსაც. ანუ ეს არის ჩემი რუტინა ყოველდღიური, ისაც რომ შევინარჩუნო ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა და ტრეიდინგი. ანუ ის რაც მე ძალიან მაინტერესებს. ანუ გამოდის რომ მე თვითონ აქ გამოვიმუშავებ ფულს როგორც კომპანიის პარტნიორი, ვიყენებ ამ პროდუქტებს როგორც კომპანიის კლიენტი და ჩემი აქ გამომუშავებულ ფულს ვამრავლებ, ანუ ვზრდი იმ ინსტრუმენტების დახმარებით, რასაც გვთავაზობს ჯიფუ ლაივი ტრეიდინგის სახით. თქვენთვის ეს შეიძლება გახდეს კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ რაღაცა გარღვევა გააკეთოთ, შექმნათ თქვენი საკუთარი კაპიტალი, ისწავლოთ ახალი პროფესია, გაშალოთ თქვენი ბიზნესი, მხოლოდ თქვენს უბანში კი არა და რეგიონალურად, ქვეყნის მასშტაბით, საერთაშორისო ბაზარზე. თქვენ სანაცნობო წრეში არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენ იცნობთ და ისინი გაფანტულები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აი დღეს როდესაც საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ გლობალიზაცია მოხდება და ქვეყნებს საზღვრები აღარ ექნებათ, ეს უკვე დიდი ხანია მოხდა. ერთი ხელის დაჭერით Facebook-ზე შეგიძლიათ გახვიდეთ კონტაქტზე ნებისმიერ ადამიანთან.
ინტერნეტ საერთაშორისო ბიზნესი, ინტერნეტი საზღვრები აღარ არსებობს. ამიტომ ეს ამხელა შესაძლებლობები. წარმოიდგინე, რომ შენ შეიძლება გყავდეს კლიენტები, არ ვიცი, ამერიკაში, აზიურ ქვეყნებში, ესეთეს ქვეყნებში, შენ შეიძლება გყავდეს პარტნიორები ზუსტად იგივე ქვეყნებში. შენ არ იცი ვინ რას გააკეთებს, ხო, ვინ რამ ხელაზე განავითარებს საკუთარ ქსელს და ეს ყველაფერი შენია. და შენ არ იცი რა ფხას გამოიღებ ტრეიდინგში და რამხელა კაპიტალის დაგროვებას შეძლებ და ეს ყველაფერი შენზეა. ამიტომ ტექნიკური ნაწილი იმის შესახებ თუ როგორ მუშაობს საკომპენსაციო გეგმა ჩვენ აქ ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ასეული დოლარის პაკეტის შეძენა გჭირდებათ იმისაც, რომ გახდეთ ჯიფუს პარტნიორი. პაკეტი შეარჩევთ თქვენი სურვილისამებრ, თქვენი მოთხოვნილებისამებრ. პაკეტი იქნება ფიზიკური პროდუქტები, იქნება პაკეტში, ამ პაკეტში შემადგენლობა თუ ციფრული პროდუქტები. ამის არჩევანსაც თქვენ გააკეთებთ. ანუ ასორტიმენტი ძალიან დიდია, როგორც მოგინდებათ, ისე შეგიძლიათ რომ გააკეთოთ პირველი ნაბიჯები ამ კომპანიაში. ეხლა ძირითადი კონცეფცია ჩემი აზრით ძალიან მარტივად შევძელი რომ მომეყოლა. ეხლა ჩვენ გვაქვს შეკითხვების ნაწილი, მეორე ნაწილი და მედია დამეხმარება ალბათ თუ უკვე ჩატში გვაქვს რაღაც შეკითხვები, მიკროფონი შეგიძლია ჩართო ერთ წამი კოხროს მოგცემ. მედია უკვე კოჰოსტი ხარ შეგიძლიათ? ოკეი. ამ ეტაპზე არ ჩანს კითხვები, ალბათ ისე გისმენდნენ, რომ კითხვებისთვის არ ქონდათ დრო, რომ დაეწერათ და ცოტა ხანი მივცემთ საშუალებას, რომ დასვან. კი ბატონო. და ელოდებით თუ გერიდება შეკითხვის დასმა მაინც დაწერეთ, მაინც არ გიცნობთ. აფისაში შემაში არ არის. წარმატება გაბედულებისა. რა ეტაპებს გაივლით? ანუ როგორ უნდა დაიწყოთ? ანუ რა, აი პირველ თქვათ, არის ხომ ხშირად შეკითხვა, მინდა, რა გავაკეთო? მინდა. ოკეი, რა გავაკეთო? პირველი ნაბიჯი. უნდა მივხვდეთ, ჩვენ უნდა მივხვდეთ რა გინდა. რო გინდა, აი უნდა მივხვდეთ, კარგად ჩამოვაყალიბოთ რა გინდა. ხო, პირველი ეტაპი. ესე იგი, იმისაც რომ მივხვდეთ რა გინდა, უნდა შეხვდე იმ ადამიანს, ვინც მოგიწვია. თუ ის ადამიანი, ვინც მოგიწვია, დამწყებია ახალბედა, ის შეგახვედრებს უფრო გამოცდილ ადამიანთან, რომ გაიაროთ სასტარტო პაკეტები, ანუ დაათვალიერო სასტარტო პაკეტები. რა პაკეტი რა ღირს, სად რა პროდუქტები შედის, შენ თვითონ რა გინდა, მხოლოდ ფიზიკური პროდუქტები გინდა, მხოლოდ კლიენტობა გინდა, თუ კომპანიასთან პარტნიორობა გინდა, თუ ტრეიდინგის სწავლა გინდა, ანუ ეს უნდა დავინახოთ ზუსტად რა გინდა და ამისთვის გარკვეულ შეკითხვებს უნდა გასცე პასუხი. შემდეგ იძენ სასტარტო პაკეტს და როგორც კი შეიძინეს სასტარტო პაკეტი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაიარო სასტარტო ტრენინგი. ანუ როგორ მუშაობს, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ გააკეთო შენი პირველი გაიდვები, თუ რა თქმა უნდა პარტნიორი გინდა გახდე და არა უბრალოდ კლიენტი. თუ უბრალოდ კლიენტი გინდა გახდე, იქ გეტყვიან როგორ უნდა მოიხმარო პროდუქტი და მეტი არაფერი. მაგრამ თუ პარტნიორი გინდა გახდე, იქ უნდა ისწავლო, როგორ უნდა ილაპარაკო ამ თუ იმ პროდუქტზე, როგორ უნდა გააკეთო სწორად პრეზენტაცია, უნდა გააკეთო თუ არა შენ თავიდან პრეზენტაცია, იმიტომ რომ აქ მარტო არა ხარ და თავიდან გეხმარებით, ხო? როგორია ჩვენი სისტემის სამუშაო განრიგი, ანუ როდის სტარტდება ასეთი შეხვედრები, ჩვენ რა შეხვედრაზეც ახლა ვართ, როდის სტარტდება ფიზიკური შეხვედრები, სადაც იყავით დოლიძის ორნომერში, ხო? როდის სტარტდება დიდი გლობალური შეხვედრები, რომელიც სულ ცოტა ხანში გვექნება ახლა თებერვალში, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, საქართველოში ჩამოდის ინდუსტრიის ნომერ პირველი როგორ თქვა, პროფესიონალი, ალბათ ასე, სამაგალითო და ძალიან მაგარი ღონისძიება გვექნება, ძალიან საინტერესო ადამიანს გაიცნო, ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით ამ ადამიანის შესახებ. და როდესაც ეს ყველაფერი შეისწავლე, ამის შემდეგ ისევ ერთად ნელ-ნელა გადავდივართ მოქმედებაზე, ასე რომ აი ეს იქნება თქვენი პირველი ეტაპები, ეგრევე დავიწყე და წყალში გადავხდი, ეგრე არა, ჯერ არის გარკვეული ეტაპები, რაზეც უნდა შევამზადოთ.
ზუსტად აქ ჩაკითხვა იყო მაგის, ანუ სწავლა და რეგისტრაცია და პაკეტის შეძენა ერთდროულად ხდება თუ არაო და ნუ მაგაზე. ერთდროულად ხდება, მაგრამ ჯერ რეგისტრაცია, შემდეგ სწავლა, შემდეგ მოქმედება. ეს შეიძლება ვიღაცისთვის რამდენიმე დღე იყოს ამისთვის საჭირო, ვიღაცისთვის ერთი კვირა, იმიტომ რომ ზოგი თქვენთაგანი მუშაობთ, არ მოდიხართ ეგრევე თავისუფალი დროით, ხო? და გჭირდებათ შესაბამისად, რომ გრაფიკი შეათანხმოთ თქვენს მომწვევთან. და ეს ძალიან კარგია ამ ბიზნესში, რომ შენ შეგიძლია შეთავსებით აკეთო შენს ძირითად საქმიანობასთან და მე ძალიან მომწონს, როდესაც აქ მოდიხართ ისეთი ადამიანები, რომლებიც შეთავსებით მოდიხართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ შენ ბოლო კაპიკები ამოიღე და შემოხვედი ჯიფუში იმ იმედით, რომ ერთ კვირაში, რა ქვია, გამდიდრებას დაიწყებ, ეს ასე არ იქნება. ამიტომ თუ აი ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თუ მოდიხარ და შენი ძირითადი შემოსავალი ჯერ არა გაქვს, ეს სტუდენტებს ეხებათ ხოლმე და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სამწუხაროდ არა აქვს ახლა საკუთარი სამსახური და საქმე, რომ ან ოჯახი არჩინოს, თავი ირჩინოს და უნდა ეგრევე ჯიფუ დაიწყოს, ხო? აი აქ ცოტა ფრთხილად უნდა მივუდგეთ და უნდა ვნახოთ რა შესაძლებლობები გაქვთ. ამიტომ კი, პაკეტი შეიძინე დავიწყეთ, მაგრამ იქაც თავისი ნიუანსები არის. და კიდე აქ ანუ დარეგისტრირებასთან ერთად უნდა შევიძინოთ პაკეტი. დარეგისტრირება, პაკეტის შეძენა უტოლდება ერთმანეთს კი. იმიტომ რომ შენ თუ პაკეტი არ შეიძინე, არ ითვლები, არ ხარ შიგნით კომპანიაში. ჯიფუ ესე ფუნქციონირებს. ანუ მე რო დავრეგისტრირდი, მე პაკეტი შევიძინე. და всё, პაკეტი შევიძინე და მაქვს უკვე უფლება რომ საქმიანობა ვაკეთო. ასე მუშაობს საკომპენსაციო გეგმა, სხვანაირად არ მუშაობს. არის აქ ერთი შეკითხვა ტურისტულ პლატფორმასთან დაკავშირებით, ანუ ნინჩო საინტერესებს მეტი ტურისტთა დაკავშირებით, რამდენად მარტივად ხდება ჯავშნები და პლატფორმის მოქნილობა და რამდენად ბიუჯეტურია და ასევე რამდენად მრავალია არჩევანი. დიდი მადლობა. არჩევანში ბუკინგი აჯობებს აუცილებლად, იმიტომ რომ ბუკინგი ისეთი ძალიან დატვირთული პლატფორმაა და ყველაზე პოპულარული. თუმცა მე რაც ნანახი მაქვს და შედარება მაქვს გაკეთებული ბუკინგთან, არის ძალიან ბევრი შეთავაზებები, სადაც ისეთი ღირსეული, თუნდაც იგივე სასტუმროებში ჯიფუ საკმაოდ დიდ ფასდაკლებებს აკეთებს. ზოგ შემთხვევაში არის ხოლმე 10%-იანი, 15%-იანი, 20%-იანი ფასდაკლება და ეხა რამდენიმე დღიდან ერთი კვირით როცა მიდიხარ, სადაც არ უნდა წახვიდე, ეკონომია გააკეთო $150 და ზოგ შემთხვევაში მეძეც, ხო, იქ არის ადამიანებისაც $400-500 ეკონომია გაუკეთებია, ყველა ვარიანტში საინტერესოა. ტექნიკურად ზუსტად იგივეა. ნუ ვიზუალურად შეიძლება განსხვავდება, მაგრამ ის რომ თარიღები აირჩიე, ქალაქი აირჩიე, ჩამოყევი მე ფილტრში უთვარსკვლავიანები აირჩიე თუ როგორც ბუკინგზე ხდება, ზუსტად იგივენაირად ხდება ჯიფუს პლატფორმასაც. აფერი რთული არ არის, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რამე უძებნია ინტერნეტში, თავისუფლად გააკეთებს. მეტი კითხვა არ არის. სახის მოვლის რაღაცები დაემატა ახლა ამასობაში. სახის მოვლის ხაზზე რას გვეტყვითო? სახის მოვლის ხაზზე გეტყვით იმას, რომ საუკეთესო პროდუქტებია. ეხლა რაც გვაქვს ქართულ ბაზარზე არის თვალის ირგვლივ კრემი და ჩემი მეუღლე ძალიან ისეთი პოპულარულია სანაცნობოში, ყველა მიცის რომ ნახევრად პროფესიონალია ამ სფეროში. და ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს და ზოგადად კი ძალიან კარგი პროდუქტებია. ბოლო ტექნოლოგიები, ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც სახის კანს აჯანსაღებს ღეროვანი უჯრედების ტექნოლოგიების გამოყენებით. ახლა როცა ღეროვან უჯრედებზე ვსაუბრობთ, აქ არა საუბარი იმ ტექნოლოგიებზე, რო გვეშინია ხოლმე, ხო, რამდენად ის არის უსაფრთხო და ეთიკური, არა. ღეროვან უჯრედების ტექნოლოგიებზე, როდესაც არის საუბარი, აქ არის საუბარი ზრდის ფაქტორზე, ანუ საინფორმაციო ტექნოლოგია, რომელიც შენს კანს ეუბნება, რომ მიდი გააქრე ნაოჭები. დაახლოებით აი ეს. ამიტომ ძალიან ეფექტურია წვრილი ნაოჭების გაქროვა, მსხვილი ნაოჭების გასადავება, ზოგადად კანის გაჯანსაღება და პირველი შედეგები რო დაინახო, მას არ ჭირდება არც ერთი თვე და ორი თვე, რამდენიმე დღეში უკვე ხედავ. საინტერესო შეკითხვა.
მაგალითად გამოვიწერე ერთი ფიზიკური პაკეტი. შემდეგ თანამშრომლობისთვის მეორე პაკეტის შეძენამდე რა დრო მაქვს და მოთხოვნა თუა მეორე პაკეტი უფრო მაღალ ფასიანი იყოს. არა, თქვენ სასტარტო პაკეტს იძენთ ერთხელ, ორჯერ სასტარტო პაკეტს ვერ შეიძენ. ანუ პირველად, როდესაც რეგისტრირდები, მაშინ იძენ სასტარტო პაკეტს, ამიტომ ქვია სასტარტო პაკეტი. ეხლა თუ შემდეგ გინდა რომ დარჩე იყო აქტიური საკომპენსაციო სისტემაში და მიიღო კომპანიიდან შემოსავალი, ყოველთვიურ აქტიურობას აკეთებ. ეს ყოველთვიური აქტიურობა შეიძლება იყოს ერთი რომელიმე პროდუქტი, რომელიც შენთვის მაგალითად ფავორიტია, ხო? ნუ მაგალითად ჩემთვის თქვათ ნახევარი წელი იყო კოლაგენი ფავორიტი, იმიტომ რომ სულ ვსვავდით და შემდეგი ნახევარი წელი გახდა ისა სტემ ომეგა, იმიტომ რომ მე ომეგის დავირეზერვეთ, ასე ვთქვათ, ოჯახში, ხო, იმიტომ რომ მე ვსვავ ჩემი მეუღლეც ბავშვიც და რაოდენობა გჭირდება. ამიტომ ეს აბსოლუტურად საკმარისია. პროდუქტ შენ თვითონ ირჩევ, რაოდენობა შენ თვითონ ირჩევ. თუ გადაწყვეტ, რომ ოკეი, აღარ მინდა და ცოტა ხანი მინდა შევისვენო, ესეც შენზეა. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც დარეგისტრირდნენ, პირველი რამოდენიმე თვე წაიმუშავეს, მე რაღაცა ოჯახური პირობების გამო, ან არ ვიცი, სუბიექტური პირობების გამო რაღაცა პაუზა გააკეთეს და უბრალოდ კლიენტებად დარჩნენ. აქ არ არის ესეთი მკაცრი წესები, რომ გინდა თუ არა ასე უნდა გააკეთო. ესა ბიზნესი, ესა თავისუფალი ადამიანების ბიზნესი. მაგრამ თუ ვითარდები და ხედავ, რომ ქსელიდანაც იღებ შემოსავალს, ანუ კომპანია გირიცხავს ფულს და გაყიდვებიდანაც გაქვს შემოსავალი, ლოგიკურია, რომ შენთვის მუდმივად რაღაცა პროდუქცია იძენ, ისედაც გჭირდება და თან ქსელშიც აქტიური ხარ. ამით დასრულდა, სხვა კითხვა აღარ არის ამ ეტაპზე. ოკეი. ეხლა რას ვაკეთებთ? ხა მინდა ეკრანი გავაზიარო და რაღაც მინდა გაჩვენოთ. უცბად გამოჩნდა ახალი კითხვა. მითხარით. Facebook გვერდით თუ შეიძლება გაყიდვა. ეს ინდივიდუალურად სოციალურ ქსელებში აქტივობას ჭირდება გარკვეული წესები და ბაზარზე რომ ფრთხილად ვიყოთ და არაფერი გავაფუჭოთ, გეტყვით როგორ და რა დოზით შეიძლება ამის გაკეთება. ისე კი. მოკლედ კი, მაგრამ არის ნიუანსები ეს. მოკლედ ჩვენ გვაქვს უახლოესი ღონისძიება, მეგობრებო, აი ეს ღონისძიება 21-22 თებერვალი. საქართველოში ველოდებით ინდუსტრიის მეგავარსკვლავს, ეს გახლავთ დენიენ ფეიერი. დენიანი 17 წლის იწყებდა ბიზნეს, გერმანელია, წარმოშობით გერმანიიდან და უღატაკესი ოჯახიდან, აი რესტორანში რომ წელიწადში ერთხელ დადიოდა ოჯახი რომ შობლებს ბავშვებისთვის ეჩვენებინათ რა არის და პირველად 17 წლის ასაკში რომ შევიდა სასტუმროს ფოიეში, იმიტომ რომ რომელიღაცა კომპანიაში დარეგისტრირდა და თავის სტარტი რო გააკეთა და ესეთ ლამაზ სასტუმროში აღმოჩნდა. დენიენმა ფაქტიურად რა ვიცი შექმნა მთელი მიმდინარეობა, არ ვიცი ამას რა დავარქვა. ესა ადამიანი, რომლის გარშემოც დღეს ტრიალებს ფინანსურად ასობით მილიონი დოლარი, ანუ მან შექმნა თავისი პერსონა ისე რომ მის გარშემო ტრიალებს ასობით მილიონი დოლარი და ათობით ათასი ადამიანი, რომელიც მისგან სწავლობს როგორ აკეთოს ეფექტური ბიზნესი. ჩვენ როდესაც ვიღებდით გადაწყვეტილებას, ვეძებდით ჩვენთვის სანდო, შესაფერის, მაღალი დონის კომპანიას, ჯიფუზე გავაკეთეთ არჩევანი და ერთ-ერთი მძლავრი მიზეზი, ალბათ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მიზეზი, რატომ მოვედით ამ კომპანიაში იყო დენიენ ფეიერი. დაახლოებით წარმოდგენა რომ გქონდეთ, ეს ადამიანი გახლავთ მულტიმილიონერი ახლა და იწყებდა უკვე თქვი როგორც იწყებდა, აი აბსოლუტური მინუსებიდან. ამ ადამიანის თავდადება, თანმიმდევრულობა, მიზანსწრაფულობა, სწავლებადობა, შრომა ეს როგორი მაგალითია, ის აი ფილმებში რო აჩვენებენ, რომ აი გახსოვთ უილ სმითთან ერთად რო არის ფილმი, ხო, ბედნიერების დევნაში, აი დაახლოებით ესეთი მაგალითია. პრინციპში ჩვენი მაგალითის დაახლოებით ესეთი მაგალითია, უბრალოდ დენიენი გახლავთ სოფლიო ვარსკვლავი, ანუ მის გარშემო დღეს ტრიალებს, ანუ ის კი აღარ არის ინდუსტრიის ნაწილი, ინდუსტრია გახდა მისი ნაწილი, ესეთი რაღაც ის თქმა შეიძლება.
შეიძლება. და 21-22 თებერვალს ჩვენ გვექნება გრანდიოზული ღონისძიება სასტუმრო ბილტმორში. სტუმრად გვეყოლება დენიელ ფაიერი და ძალიან გვიხარია, რომ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს დენიელთან და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი დონის ადამიანი ყავდეს ჩვენს ღონისძიებაზე და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაესწროთ ამ სწავლებას და თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დღეს გაქვთ შესაძლებლობა თქვენ რომ ამ სწავლებას დაესწროთ უკვე თქვენს გუნდთან ერთად. ანუ მარტო კი არ მოხვიდეთ და არა მაგარია დენიელი, არა. მოხვიდეთ და მოიყვანოთ თქვენი სტუმრები და მოიყვანოთ თქვენი გუნდის წევრები უკვე. და ეს რომ მოხდეს, ნახე 21-22 თებერვალი უკვე დღეს უნდა დაიწყო. აი, ხვალ უკვე უნდა დაიწყო, რომ დრო გქონდეს, რომ ისწავლო პირველი ნაბიჯები როგორ გააკეთო, გააკეთო პირველი პრეზენტაციები, ჩართო პირველი ადამიანები და ამ ღონისძიებაზე შენს გუნდთან ერთად იყო. ამიტომ ისინი ვინც სერიოზულად ფიქრობ ჯიფუზე, გირჩევთ, რომ აი ხვალზე უკვე გუნდში იყოთ ჩვენთან უკვე შემოგვიერთდეთ და გამოიყენოთ ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება. ასეთი რაღაცები ხშირად არ ხდება. მე არ ვიცი დენიელი მეორედ როდის იქნება საქართველოში, როდის გვეყოლება სტუმრად, ვიცი რომ აი დღეს ეს ადამიანი ჩვენთან იქნება. ნუ მისი ისტორია ძალიან ბრჭყვიალა, ძალიან შთამბეჭდავია. ჩვენ ვართ მასთან სახლში ნამყოფი ქართული გუნდი, როდესაც გადავწყვიტეთ მოსულიყავით ჯიფუში. მიგვიწვიეს დუბაიში, თავისი ხარჯით მიგვიწვიეს დუბაიში მასთან ვილაზე და ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო. ერთია, როდესაც გესმის როგორ ცხოვრობს მეგავარსკვლავი და მეორეა, როდესაც ხედავ როგორ ცხოვრობს მეგავარსკვლავი. და ეს იყო ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავი შეხვედრა, თბილი, შედეგიანი. ეს შეხვედრა გახდა მიზეზი, რომ დღეს ჯიფუ საქართველოშია. დენიელი ბიზნესს აკეთებს თავის მეუღლესთან ერთად, სტეფანია ლოგატო, იტალიელი მეუღლე ყავს, აი ფოტოზე ხედავთ დაბადების დღე წითელი ფერარით რომ მიულოცა. ნუ აი კი, თუ ახალგაზრდები ვინც აქ ხართ, არა მარტო ახალგაზრდა, რა მნიშვნელობა აქვს, თუ შენ გინდა რაღაცა შეცვალო და ფიქრობ, რომ ოკეი, შეიძლება ეს ის ადგილი იყოს, სადაც შეიძლება ეს მოახერხო, ხო? აი, ეს არაჩვეულებრივი მაგალითია. და ოდესღაც ეს ადამიანი ცოცხლებობდა, არ ეჯერა, აკეთებდა, შემდეგ გამოსდიოდა, ცოტა დაიჯერა, ისევ ოცნებობდა, უფრო მეტი დაიჯერა, უფრო მეტი გააკეთა და ასეთნაირად ხდება. სასწაულებრივად არ ხდება, ყველაფერი ხდება დისციპლინირებულად და თანმიმდევრულად. ამიტომ გელოდებით 21-22 თებერვალს სტუმრებად ნებისმიერ ვარიანტში მიგიღებთ, მაგრამ თუ სერიოზული განზრახვით ხართ, მაშინ ხვალზე უკვე შემოგვიერთდით, ჩვენთან ხართ და 21-22 ეს ღონისძიება უკვე თქვენთვის იქნება, როგორც პარტნიორისთვის. თქვენ იქნებით უკვე მასპინძელი თქვენი სტუმრების ამ ღონისძიებაზე. აქვე კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ხა შენთვის ცხოვრობ და თითქოს არაფერი არ ხდება რა. და მე ვიღაცა გილეკავს და გეუბნება, რომ იცი რა, ჯიფუ საინტერესოა და მოდი ნახე და მოხვედი და ფიქრობ ახლა დავიწყო თუ არ დავიწყო. და აი ამ მომენტში, როცა ფიქრობ დავიწყო თუ არ დავიწყო, გაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ ნაბიჯი უკან გადადგა. ისევე როგორც ეს არაერთხელ გაიგეთებია. არის ამის შანსი. ეხლა თქვენ შეგიძლიათ ეს ლეპტოპი ჩახუროთ და ჩვენი ნაცნობობა, ჩვენი შეხვედრა ამით დასრულდება და არაფერი არ მოხდება. ისევ გაგრძელდება ყველაფერი. ისევ ისეთი რუკა იქნება ყოველდღიური. სახლის სამსახური მაღაზია, სახლის სამსახური მაღაზია, ძველი ნაცნობა, ძველი სტილი ცხოვრება, ახალი წელი მოვა, სადღეგრძელოს ვიტყვით, რომ მომავალ წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება, გაივლის მომავალი წელი და მოვა ისევ ახალი წელი და კიდევ ვიტყვით, მომავალი წელი სხვანაირად იქნება. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აი ქართველებს გვაქვს ეგეთი გამონათქვამი და რაღაცნაირი დამოკიდებულება, რომ აი ოდესღაც ჩემსკენაც დადგება გაზაფხული, თუ როგორ ვიწვით ხოლმე, არ ვიცი. გაზაფხული მოვა, არ მოვა, ანუ თავისით არაფერი არ მოვა. თავისით არაფერი არ კეთდება. შენი გადაწყვეტილებები იღებს ახალ მიმართულებას. რა გადაწყვეტილებას იღებ დღეს, აი ეს გადაწყვეტილება აიღებს ახალ მიმართულებას, ახალი ვექტორით განვითარდება შენი ცხოვრება და ეს გადაწყვეტილება ყველა ვარიანტში გადაწყვეტილება. როდესაც შენ გადაწყვეტილებას არ იღებ, ესეც გადაწყვეტილება. ესე იგი შენ გადაწყვეტე რომ დარჩე იქ სადაც ხარ. და მე არ უნდა იწუწუნო. როდესაც იღებ გადაწყვეტილებას, ან მოქმედებაზე გადადიხარ, ესეც გადაწყვეტილება. ანუ უმოქმედობაც მოქმედება, უბრალოდ უმოქმედობა ესეთი დანებებაა, რომ ოკეი, всё.
მე მორჩა, ასე ვიქნები. და მოქმედებაც მოქმედება, როდესაც იძახი რომ არა, ის მორჩა, აწი სხვანაირად მინდა რომ იყოს და ეს შესაძლებლობა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ზოგიერთი თქვენთაგანისთვის იქნება ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ბევრ საინტერესო რაღაცას მოიტანს. აი რას მოიტანს, ეს არავინ არ იცის. იცით მხოლოდ თქვენ და იცის მხოლოდ იმ გადაწყვეტილებამ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებ. ამიტომ არის გამონათქვამი რომ ჯობია სცადო, არ გამოგივიდეს, მე რა, კიდევ ვცდი. ვიდრე არ სცადო და მე მთელი ცხოვრება ინანო რომ ნეტა მეცადა იქნებ ის იყო. ამ ნოტზე ვამთავრებთ, ყველას წარმატებები მიმართეთ იმ ადამიანებს, ვინც მოგიწვიათ და იმედია რომ უახლოეს პერიოდში შევხვდებით. აბა წარმატებები.